პირადად მე მაგალითად მქონდა შემთხვევები ადგილობრივი მართვის მუნიციპალიტეტში მისულიყავი ხალხის საჭიროებათა საქმეებზე ერთხელ 100 კაციანი განცხადება მივიტანეთ, ერთხელ 20 კაციანი განცხადება მივიტანეთ, მაგრამ რა შეიცვალა? კი ბატონო, ხო ბატონო, გაკოცებენ წამოხვალ აქედან მეტი არაფერი. ფაქტიურად არაფერი არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე, ახლა მე ჩემთასაც დავუსვი კითხვა. მე ხალხს ვაწყობდი, რამდენი მე წინააღმდეგობა გაუწევია ჩემთვის ხალხს, იმისათვის რომ ამ პარტიის მომყვანი და წევრი ვიყავი საზღვრის ძირში, იმდენი შეიძლება შემოჭრას. ხელსაწყოა ბრძოლაც კი მქონდა, როცა პრეზიდენტ სააკაშვილს დაუწყებდნენ აუგად აღებას. მაგრამ დღეს მე თვითონ იძულებული გავხდი იმისა, რომ ამ მანდატს მე ვატარებ 2003 წლიდან. ეს ყველას კი არა. ეს იშვიათად ხალხს. ამას თავისებური დამსახურება ჭირდებოდა მაშინ. მაგრამ დღეს გამხადა ადგილობრივი მართვის ხელისუფლებამ იმის მიზეზი იძულებული რომ ამას საწინააღმდეგოდ გამოვიდა მე ჩემი თქვა რომ მე ბოდიში მოუხადო ხალხს რომელსაც თურმე ვატყუებდი არიქა ჩვენ აგაშენებდა კი არა ვაშენებთ ვერაფერი ვერ გავუკეთეთ დღეს იძულებული ხდები პარტიის მანდატი ვაქციონ დაკუწნაკოს იმიტომ რომ აღარ შეეფერება ჩემს სიდის ნამუს ამის დარება თუ შეიძლება თუ არ დამჟით აი ასე და მოუწოდებ ხალხს ყველას მოვიდეს გონზე მოვიდეს შუაზე და აღარ იწამოს ის რაც წამდა და ვეგონა კარგი იყო ადამიანია ის ვინც ცდება და შეცდომას უმალვე გამოასწორებს და მეც ვასწორებ გონია ჩემს შეცდომას აქედან გამომდინარე კიდე ვიმეორებ რა ვქნა შეიძლება გული მწყდება ეს ჩემი მონაპოვარია მაგრამ ამას ასე გავუკეთებ მე ამაცი ხათრით ასე ამრიგად ვიმშვიდობები პარტიას და დავადგები ჩემ პრინციპს რომ იქნება წინ მაინც არ შევცდე